და ახლა ნიკა მელია არის ჩვენი გაიცემის სტუმარი. დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. სხვათა შორის დღეს ბევრი რაღაცა ორაზროვანი რეაქცია მოყვა. დღეს თქვენი შეფასებას გულისხმობ, ზოგი ამბობდა, რომ ზოგმა არ მოუგიწონათ თქვენს აქციელი და ზოგი პირიქით ტაშის მკვლელებიც ბევრი ყავდათ. მადლობა კიდევ ერთხელ მორწმუნებისთვის. არც ტაშის დაკვირვისთვის ვიბძვი და არც იმისთვის ვიბძვი, რომ ყურადღება მივაქციო ადამიანებს, რომელსაც ესა თუ ის ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი არ მოწონთ, ან არ მოეწონათ, ან არ მოეწონებათ მომავალში. რა თქმა უნდა, ვცდილობ გავითვალისწინო ადამიანების შეხედულებები, რეკომენდაციები, მაგრამ ოდესაც ვარ დარწმუნებული და პირველ დღიდანვე ვიცი, რისთვის ჩავერთვი ამ ბრძოლაში და ხედავ, რომ უბრალოდ ქვეყანას ხელისუფლება და ხელისუფალი არ მართავს და მართავს რეჟიმი, რომელიც თავიდან ბოლომდე დგას აი ამ ადამიანებზე, მართულ ადამიანებზე, ვისაც თავი მოუყარეს ევროკავშირის ოფისთან, ქართულმა ოცნებამ ჩემი ევროკავშირის ოფისში შესვლის შემდეგ, როცა ვხედავ, რომ შენს ხარდაჭერს, შენს ამომრჩეველს, შენს თანამოაზრეს მხოლოდ იმიტომ ჭრიან სახის არეში, სასიკვდილოდ და უსორდებიან ფიზიკურად, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში, რომ ეს ადამიანები შვიდობიანად გამოდიან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში და სურვილი აქვს, რომ დაესწროს სხვადასხვა სოფლებში, ქალაქებში გამართულ ოპოზიციის მიერ შეხვედრებს. და იცი რომ არა წარმოებული კამპანია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, რო არა ის ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვაჩაღებთ. ეს ადამიანები არ დაჭერლები იქნებოდნენ, ხო? ჩვენ რომ დამნებებული ყავით, ჩვენ რომ კაპიტულაცია გამოგვეცხადება, ჩვენ რო გვეთქვა, რომ კი ბატონო იყოს ბურუციძე, მომდენო 30 წელიწადი იყოს ბატონი გომელაური, იყვნენ ასე შემდეგ, ხო? ხო, ეს ადამიანები განცდა მაგ პასუხისმგებლობას გძნობ, რომ ჩვენი ბრძოლით, რომელშიც ისინი ნებაყოფლობით არიან ჩართულები, სახი ჩხდებიან, ხო? და მე არ შემიძლია მათ გვერდით არ ვიდგე. ამის შემდეგ სტუმარი ზუსტად მე არ შემიძლია ამ ადამიანების გვერდით არ ვიდგე. იცით, დვანიში ჩავედი და ვნახე ხა მთელი საქართველოს საუბრობთ ორ სასიკვდილოდ დააჭრილ ადამიანზე. მაგრამ მე იქ ვნახე პირადად ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად არიან სასტიკად ანგარიშგასწორებულები, რომლებიც აქციის სოლობისას ვერ გამოვიდნენ, არ გამოვიდნენ და მოერიდათ ვიდეო კამერების და ჟურნალისტების, რომლებიც აუცილებლად თხოვდნენ მათ კომენტარებს. ზოგს თავი შეხვეული აქვს, ზოგს თვალი ჩალურჯებული, ზოგს ცხვირი მოტეხილი. იცით? და ამ ყველაფერს ვხედავ, ვიცი რას აკეთებენ რუსთავში, ვიცი როგორ ძალადობენ და ვერ უნდა დაუშვათ ესეთი რაღაცა. მე ყოველ შემთხვევაში თავისი ნაკლოვანებებით, თავისი უპირატესობებით ეხა რა რომელი ჭარბობს ეხა საზოგადოებამ განსაჯ, მაგრამ ერთი რამ ვიცი, ალბათ მე არ ვთამაშობ ამ პოლიტიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვარ ისეთი როგორიც ვარ. მე თავისუფლად შემიძლია ვიყოს ხვანაერი. მე თავისუფლად შემიძლია ჩავუვარო ბატონ კობახიძეს გვერდი და თითქოს ვერ დავინახე. მე თავისუფლად შემიძლია ამ ადამიანს ტაში დავუკრა იმ ძალადობაზე, რასაც ბევრი სამწუხაროდ დაკეთებს, ხო? შიშით, შანტაჟით თუ უგუნურობით ეს სხვასაკითხია. მაგრამ როდესაც ვიცით რომ ასეთი ძალადობის ფაქტები და აქტები ხორციელდება, ისიც ხომ უნდა გავიაზროთ, რომ ეს თავისით არ ხდება. უჩინ-მაჩინი არ აკეთებს ამას და არ აკეთებს უხილავი ხელი, ეს ხო დაორგანიზებულია, ვინ არის ერთ-ერთი ადამიანი არის ბატონი კობახიძე, ერთ-ერთი სამწუხაროდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი, რომელიც არქიტექტორია ამ ძალადობრივი დარბებების და აქტების, ხო? მაგრამ განსხვავდება, თქვენ წარმოიდგინეთ ქართული ოცნების სტანდარტის გათვალისწინებითაც განსხვავდება ყველა დანარჩენი ქართული ოცნების ლიდერისგან. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს კადრულობს. და ამბობს, რომ თითქოს დმანიში დარბება მოვაწყეთ ჩვენ, ანუ ოპოზიცია. ოკეი, გავიგე. არ მინდა ამ ქვეყანაში მაქვს მეგონი ამის უფლება და მოსახლეობა განსაჯოს, ვინ როგორ იქცევა. ხო, აი ნიკა, თქვენ არ მინდა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება და მივცეთ ამ ძალას ქვეყანა დაადუღოს და ქვეყანა დახუფოს, მოხუფოს და შანსიც კი დაეკარგოს ოდესმე განვითარების. კი ბატონო, ერთი კითხვა მექნება თქვენთან. აი თქვენ ახსენეთ რომ მე შემიძლია სხვანაირადაც მოვიქცეო, ხომ? ანუ მოვიქცეთ არ შევიმჩნიო კობახიძე, თქვათ რაღაცებზე თვალი დავხუჭო. ხო, აი კობახიძე მაგალითად ინტელექტში მოგიხსენიათ თქვენ რომ ანუ ინტელექტი დაგიწუნათ ინტელექტი და აი, როდესაც ასეთი ჯგუფური ანგარიშწორებებია, ხომ?
პოლიტიკოსი ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპონენტი პოლიტიკოსი ის როგორც პოლიტიკოსი ისე აღიქვათ აი გულწრფელად რომ მიპასუხოთ ამ ტრაგიზმი ამაში მდგომარეობს აქაც გულწრფელად პასუხობთ მე არ უყურებ ამ ადამიანებს ბატონ კობახიძეებს და სხვაებს როგორც ჩემს მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ან ხელისუფლების წარმომადგენლებს ან პოლიტიკოსებს არ არის ესენი ჩემი ვიზავი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ნუ ჩამოყალიბებული ოლიგარქიული რეჟიმის ფარგლებში მოქმედი მოძალადეები არიან ასე უყურე კი ბატონო შეიძლება თუ კი ვინმე მე ამაში ამ შეხედულებაში არ მეთანხმება ჩვენ საერთო ენას ვერასოდეს ვერ გამოვნახავთ მე ირაკლი კობახიძეში არ ხედავ პარტიის თავმჯდომარეს რომელიც არის ქვეყნის მართვის სადავებთან მე ირაკლი კობახიძეში არ ხედავ პარლამენტის წევრს მე ირაკლი კობახიძეში არ ხედავ საჯარო მოხელეს არ ხედავ ადამიანს რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიან განვითარებაზე ამ ადამიანში ვხედავ ძალადობას ვერაგობას ბოროტებას და ძალიან ცდებით თუ ვინმეს გონია რომ თავდადების გარეშე საკუთარი ხარდაჭერების გამხნევების გარეშე და იმ სიგნალის გაგზავნის გარეშე რომ პოლიტიკოსები ჩვენ მზად ვართ პირველი დარტყმა მივიღოთ ამ რეჟიმს ისეს მოუღრიცავს ქართველი ხალხი არა დიახაც ვითვალისწინებ ჩემს პოზიციას ვითვალისწინებ ჩემს პასუხისმგებლობას და მე არ მინდა რომ ხვალდაზე კიდე ვიღაცა მშვიდობიანი მოქალაქე იმისათვის რომ ბედავს მიიღოს მონაწილეობა შეხვედრაში დაჭრან იარაღით დაჭრან ცივი იარაღით არ მინდა უბრალოდ სადაც მაგ შესაძლებლობა მინდა ვამხილო მე არ ვუყურებ ამ პროცესს დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ფილოსოფიური პოლიტიკოს არ უნდა ჰქონდეს გატაცება ფილოსოფიისგან, მაგრამ ნუ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში მომავლის გადმოსახედიდან დავინახო პროცესები და ზუსტად ჯერა და ვხედავ, რომ ეს არის მომენტუმი ამ ქვეყნის განვითარების და ამ შანსს თუ გაუშვეთ, სახელმწიფოს დაიკარგება მინიმუმ მომდევნო 15-10 წელიწადი, რომ რაიმე სახით ერთი ნაბიჯი მაინც წინ გადავდგათ. კი ბატონო, მივიღებ და ვიღებ. შეიძლება ადამიანს არ მოიწონოს ამ ფორმა ან შინაარსი, მაგრამ შე შემთხვევაში ის ადამიანები მომიწოდებენ რომ იცით რა ეს არ არის ჩემთვის მისაღები რომელსაც და არც ამორჩეველი ყავს, არც ხარდაჭერი ყავს, არც თანამოაზრე ყავს. და მე ჩვენ როდესაც ვიცით ეხლა სული დამეწვა ამ ადამიანს როცა ვიყურებდი, რატომ გაუწრუნდე ფიზიკურად, არავინ არ იცის და რატომ არავინ არ დაისაჯა. მეუბნებით ხელში იდენტიფიცირებული ადამიანები არიან 19 ადამიანი ზონდერი იდენტიფიცირებულია 19-ი არის ამაზეც ხონდა ელჩებდა საუბარი არც პროკურორი ყავს ქვეყანაში არც პოლიციელი ყავს არც მოსამართლე ყავს არც არანაირი სამართალ დამცველი ქვეყანაში არ ყავს ხედავ ამის ფონზე შენი თანამოაზრეები სამავტყოფოდან სამავტყოფოში გადაყავთ იმიტომ რომ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგანან და მაპატიეთ ახლა ჩაუარო გვერდი ამ ზალადობის ეს თავარ ერთ-ერთ სულისე ჩამდგმელს ისე რომ არ ვუთხრა ის რასაც ვფიქრობ მასზე მე მაშინ არ ვიქნები მე მაშინ ვითამაშებ მე ვარ ისეთი როგორიც ვარ მე არ ვთამაშო და ასეთსაც ვაპირებ დარჩენას მე შემიძლია ვითამაშო შემიძლია ისეთი ურთიერთობა მქონოდა მოძალადეებთან წლების განმავლობაში რომ დაბადების დღეს არ გადაიხდიდა ირაკლი კობახიძე რო არ დავეპატიჟებია და არ შემემჩნია ყველა ის მანკიერება რომელიც ჩვენს გარშემო ხდება ძალიან ადვილია რა ერთმა და ორმა გააკეთა ეს ყველაფერი შემეზო ტენდერები მოიგოთ ჩემ მეგობრებს ამ ბრძოლაში არ გადავარდნილიყავით თავში არანერვიულად ოჯახის წევრებს მეგობრებს ახლობლებს ძალიან ადვილია ამის სურვილი და დიდი იმედიც მქონდათ ბერ პოლიტიკოსთან მიმართებაში მაგრამ პოლიტიკოსობაზე საუბარიც უხერხულია უბრალოდ პოლიტიკოსობაზე თავს რო დებდე პოლიტიკური პროცესი უნდა გქონდეს რისთვის ვიბრძვით ჩვენ ვიბრძვით რომ პოლიტიკური პროცესი ნორმალურ კალაპოტში მოექცეს რატომ გვინდა ვადამდელი არჩევნები გვინდა ვადამდელი არჩევნები იმიტომ რომ ჩატარდეს სამართლიან გარემოში ეს კი კენჭისხა მოვიდეს კოალიციური მთავრობა სასამართლო იყოს დამოუკიდებელი თავისუფალი პოლიციელი იყოს ნამდვილად პოლიციელი რომელიც პატივსებს საკუთარ მუნდირს და კობახიძე მანქანაში რო ჩაждდება აი ამ სიმხტალის
დემონსტრაციის შემდეგ, რომელიც მან გააკეთა, თავი არ მოეწონა, როგორც ჩანს, გაბრაზებული სადღაც ჩაჩი ჩაწეს, რომ ეხლა მელია არის შესული ევროკავშირის ოფისში და შევიდეთ, აბა თქვენ იცით, ეხლა დაირაზმეთ, მიდით, ჩაქოლეთ, პატივი ვეცით, რა თქმა უნდა, კარჰაცელს, ახლა. რა დაინახა მან დღეს? კარჰაცელის რეკომენდაცია იყო, თხოვნა იყო, სანამ ვითარება არ განიმუხტებოდა, ჩვენ გავჩერებული ყავით მის ოფისში და გავჩერდით. მაგრამ კარჰაცელმა რაც დაინახა, ბევრი რამ ხონდა ამ ადამიანს დანახული და არა მარტო მას, ძალიან ბევრ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს. მაგრამ ნუ ის რასაც დღეს დარწმუნდა, მე მჯერა რომ ამასაც ვერ წარმოვიდგინე, და არის დეტალები, რომელზეც ახლა მე საუბარი არ მინდა, ნაწილობრივ თქვენ ისაუბრეთ, მაგრამ ნუ თუ ქართულ ოცნებას გონია, რომ ამ ოფისიდან ჩვენ თუ გამოვიდოდით და ისინი თავიანთი დაგეგმილს სისულეში მოიყვანდნენ და ამით ისინი დარჩებოდნენ მოგებულები, ძალიან ცდებიან. და ნუ აი რას ავარდი, რა თქმა უნდა, ეხლა კარჰაცელის თხოვნა იყო გასათვალისწინებელი, ხახო. იქ იგდებოდა რა სისხლის ღრაა, ხო? და რა მეც უნდა მომეწოდებია, აი ვიგებოდა ადამიანი, რომელმაც არ გაითვალისწინა ელჩის თხოვნა, ხო? და აი არ ვიყავი მე და დიდი მადლობა ყველა ჩემ კოლეგა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, იქ იყო ბადრი ჯაფარიძე, ბათო ქუთელია, ელენე ხოშტარია, სალომე სამადაშვილი. ადამიანებს ჰქონდათ კამპანიური შეხვედრები დაგეგმილი, მაგრამ ყველა პატივით ვეცით კარჰაცელის თხოვნას. მაგრამ ნახეთ, რამდენად გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამენ, აი დაუშვათ და არ გაგთვალისწინებინა კარჰაცელის თხოვნა და გამოსულიყავით. და რა აქ ნახავდით ეხა ჩაქოლილ პოლიტიკოსებს და დღეს გვიან საღამოს რა ვითარება იქნებოდა სახელმწიფოში და ქვეყანაში. და ეს ყველაფერი საიდან მოდის? კომპლექსებიდან კობახიძეს. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს კატულობს, გუშინ და საკუთარ მეგობარს ეძახის, რომ ხარ ვინც ხარ, კოკაინში ეძახის და ხარ რას არ კატულობს, ხო? მათი ურთიერთობა, მაგრამ ფაქტი სიმართლე ხო ერთია რა. ყველაფერს მან ცირკი უწოდა, რადგან გახარია დაპირისპირება მის ცისკულზე რასაც გახარია ამბობს. ტრაგედია ის, რაც ბალნიში ხდება. ტრაგედია ის, რაც კოცხეში მოხდა. ტრაგედია ის, რაც 20 ივნის მოხდა. ტრაგედია ის, რაც 5 ივლისს მოხდა. ხახო, ან ვეგუებით, ან არ ვეგუებით და თუ ხართ თქვენ საკუთარ ადამიანები, ვისაც ცირკად მიაჩნია ბრძოლა საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის და აპირებთ თეთრი ხელთათმანებით, რომ მხოლოდ გამარჯვებად გეტაყოთ, როგორ ბრძანდებით, იძალადეთ დმანიში, მხოლოდ ორი ჭრილობა მიაყენეთ მშვიდობიან აქციის მონაწილეს, ნუ არაუშავს შემდეგში ეს ყველაფერი აღარ გაიმეოროთ. თუ ასე აპირებთ რეჟიმის დამარცხებას, ხო? ძალიან ცდებით. საქართველოს მოქალაქეს სჭირდება დაანახვა პოლიტიკურ ლიდერში, რომ ის საკუთარი სიცოცხლის დათმობიც არის. მე პირველ რიგში მე ამ სიამოვნებს, ხო, მუდმივად ვიყო ქართლისწყლის ეპიცენტრში, ხო? მაგრამ სხვა გზა ან იბრძვი, ან არ იბრძვი. საშუალო არ გამოდის, მეგობრებო. არ გამოდის, ან იბრძვი, ან არ იბრძვი. ნიკა, აი ბრძოლასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, აი დღეს როდესაც ხდებოდით, მესმის. როდესაც ხდებოდით, ხომ თქვენ მაგალითად ელჩებს ალცას როდესაც შეხვდით, აი როგორი რეაქციები მოდის მათგან? მე მესმის რომ ყველაფერზე არ საუბრობთ, მაგრამ აი უყურეთ, როდესაც ჯგუფურ ანგარიშწორებებზე გვაქვს სახეზე ყოველდღიურად ქვეყანაში, ხომ დღე არ გადის რომ ადამიანები პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთს ამწვავედ არ დაუპირისპირდნენ. ეს ასახვას პოვებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპორტებში და რაღაცნაირად მათი რეაქცია იქნება უფრო მეტად ხისტი თუ არა. ჩვენი ვალდებულება ვინ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურები ვართ და ნუ მე თვითონ მერიდება რომ ვინმე პოლიტიკოსს უწოდენ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავემეორებ, ნუ პროცესი ხო უნდა გიწყობდეს ხაზო და არქვა, ეხლა თუ საავადმყოფო არ გაქვს ქვეყანაში, ექიმი როგორ უნდა დაირქვა, ეხლა არ არსებობს ეს ექიმი. თუ ეხლა პოლიტიკა აკეთებდა პოლიტიკური პროცესი არ არის, ანაირ პოლიტიკოსი ხარ, ხო? მორჩა რა შემოვიდა უბრალოდ კრიმინალთა ჯგუფი, რომლებაც მიიტაცეს სახელმწიფო დგანა თავიდან ბოლომდე სპეცსამსახურებზე და ათამაშებენ საკუთარ ადამიანებს კამერებთან და ეძახიან მათ პოლიტიკოსებს, კობახიძეებს და ასე შემდეგ, კალაძეებს და ღარიბაშვილებს, ხო? არასოდეთ ასეთი დიდი ყურადღება მიპყრობილი საქართველოში ხარსმომდგარი არჩევნებისადმი, ჩემი განცდა, ჩემი ინფორმაცია, ჩემი ასე ვთქვათ მყარი შეგრძნება თუ რას აკმირდება ესა თუ ის ელჩი არასოდეს გავსი არ მქონია. ბამბაც კი იჭრიალებს ამათხელში. ბამბაც კი იჭრიალებს და დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაარწმუნა,
გაყალდებაო არჩევნები? მეკითხებიან რიტორიკულად, აი რო გაყალდეს, როგორ უნდა გაყალდეს არჩევნები? თუ არჩევნები გავაყალბებინეთ, ასე შემთხვევაში გაყალბება. არჩევნები არ უნდა გავაყალბებინეთ. იცით რა არის? წინა არჩევნების შედარება 2 ოქტომბერთან არ ბევრი ფაქტორი იყო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა, მათ შორის ოპოზიცია მთლიანად დაქსაქსული იყო. მთლიანად დაქსაქსული იყო სხვადასხვა კონსტრუქციით, რა თქმა უნდა, ყველა ქალაქში ჩვენ თანამშრომლობთ სხვადასხვა კონსტრუქციით, ხო? არჩევნები ყალბდება იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას. მე რაც შემიძლია გითხრათ არის შემდეგი. თითოეული კომისიის წევრი, დამკვირვებელი და წარმომადგენელი და არა მხოლოდ უბანზე, საარჩევნო უბანზე იქნება 2 ოქტომბერს გმირი, რომელიც გამარჯვებას გამოუტანს საქართველოს და ისტორიას დაწერს. საიდან ვიცი, სასურველს რეალობად არ ვასაღებ, ამ ადამიანებთან მაქვს კომუნიკაცია. ეს ადამიანები განგებდგავენ ამბავს, არ იქნება ადვილი საარჩევნო, არ არის ადვილი ხახნო ოლიგარქთან ბრძოლა. ბიდი აბა ებრძოლე ლუკაშენკოს და ებრძოლე სხვადასხვა ქვეყნის ავტოკრატებს და დიქტატორებს. არ არის ადვილი. ჩვენ თუ იმის მოლოდინიკოსო ბიძინევანიშვილი ხელისუფლებაში ყოფნით დაიღლება და ჩვენი დღეს პრესკონფერენციას მოაწყოს და დაგვიძახეს და გვეტყვის ეხლა მომწყიდა მოყეჭებული მაქვს თქვენი ჩაგვრა და შანტაჟი და წავედი ახლა მე სახში, თუმცა სახშია ისედაც ხო, ეს არ მოხდება. ბრძოლა, გამარჯვება არ მოიპოვება ბრძოლის გარეშე. გამარჯვება არ მოიპოვება თავდადების გარეშე. არ მოიპოვება დამნაშავების ხილების გარეშე და მაპატიოს ეხლა იმ ადამიანმა, ვისაც სკაბრეზული გამონათქვამი არ მოსწონს, რომელიც დრო და დრო გაიპარება ხოლმე იმ ადამიანის მიმართ, რომელიც შენს თანამოაზრებს და ხარდაჭერებს ჭრის და სამავტყოფოში აწვენს 2 კვირით და 1 თვით. მე ამასთან შეგუებას არ ვაპირებ და თუ კი ვინმე აპირებს, კი ბატონო, მათ მაგივრათაც ვიბრძვით. და ისინიც იქნებიან ბედნიერ საქართველოში მაცხოვრებელი მოქალაქეები. ბატონიკა, ხომ არ გაქვთ ბოლო დეტალები სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით, რაიმე ახალი ხო არ იცით, მოკლედ და დავასრულოთ გადაცემა. არ ვიცი. მოკლე კითხვა, მოკლე პასუხი. თქვენს გადაცემებში იგი იღებს ხოლმე ხშირად მონაწილეობას, თავად ექნება შესაძლებლობა გააკეთოს განსაზღვრება. მადლობა თქვენ პირიქით. მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავიხადოთ რომ იყავით ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი დღეს.